გახლავთ ციგნის წარდგინება, სიყვარულის მოძღვარი, დისკის წარდგინება. შენ ჩემი ცხოვრების ზედა იმდენ დაგიგლებ დაგნებში ჩაგაცნო მოწმება სულ ჩემი გენქვას მისლებს გამოვატან ჩემ გულის ტკივილებს სიმღერას გიმღერებს ქარი ნაადრე ვენძელა შენ სახელს დავატრო დიქსის ემოწყუდა დარი ჩორს ყველა მოძღვარი სიყვარულს გადაგებს, ალბათ მე სიყვარულის მოძღვარი ვარ. დიახ, ძვირფასობით ყველა სიყვარულია თავად ღმერთი და დეკანოზის სიყვარულით უღერს ბუნებას, სამშობლოს, შვილებს, ბრძანისისკენ მიმავალ სამასი არაგველის სულს ხედავდა ჩემს თვალთინ მსხვრევიან დღის სისხლით გაჟღენთილი მათი ფარები და ხმლები. ცასწავა უფალთანაო, იადა ვარდი ეფინოს ბრძანისის მინდორთანაო. ბრძანისის მინდორს მართლაც ამშვენებს იადა ვარდი, მაგრამ აღაჩვევს არაგველების სისხლის ბრალს. აგერული რახანია, თებში ღამეს წინავს, იავნანა მამის დარდო, დაიძინე ტკბილად, უფალს ებარებოდეო, გაგითენოს დილა, სათუთო და მშვენიერო, ჩემო პაწაწინა, თვარს რუბლის არეზოზე, რახანიას წინავს, მამას ნანას კიტყვი გენაცვალე, ჩემო თვალის ჩინავ, ვარსკვლავები ციმციმებენ, შენ საყვარელ ფერებს, გაიზარდე სამშობლოსთვის, მამა ასახერე, სათუთო და მშვენიერო, ჩემო გულის დარდო, შენ ზღაპრების საუფლოში, მზეც კიდევ რა ვარდობს, იავნანა მამის დარდო, გარეთ ღამეს წინავს, ჯერ მამალს აროყევლია, დაიძინე ტკბილად. იქაც 23 დეკემბერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული პირველ რიგში მეგობრის, შემდეგ შვილის ნათლის, მოძღვრის სასულიერო დაბადების დღეა და მე ვთვლი, რომ ღმერთის საჩუქარია თითოეული ისეთი ადამიანი, როგორც არის მამა კალმასი. ჩვენთვის ყველასთვის, მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სრულიად საქართველოსთვის და ყველა მისი შექმნილი ლექსი არის რაღაცა მოწოდება, ყველა მისი ლექსი ემსახურება ძალიან დიდ ღირებულს, ქართულს, ტრადიციულს და ალბათ იმიტომაც არის, რომ არაერთი მათგანი ამღერდა ჩვენ ძალიან დიდი შემოქმედებითი ისეთი ნაყოფიერი ანდები გვაქვს, ჩემდა საბედნიეროდ ამღერდა ალბათ 23 ხუთი სიმღერა. აგერუკვე რახანი თებში ღამეს წინავს, იავნანა მამის დარდო, დაიძინე ტკბილად. უფალს ებარებოდეო, გაგითენოს დილა, სათუთო და მშვენიერო, ჩემო პაწაწინა. ლამაზო და სანადრევო, ჩემო გულის დარდო, შენ ზღაპრების საუფლოში, მზეც კიდევ რა ვარდობს, იავნანა მამის დარდო, გარეთ ღამეს წინავს, ჯერ მამალს აროყევლია, დაიძინე ტკბილად. მრავალ ღამეს მითელებდი, მენატრები ჩემოდენა, აპნის თავთან ჯვარს მიტევდი, სულში სითბო დამევედი, როცა პირველად ვისვდამდი, შენი ხელი მე და გავაწერა. ჩემთან დარდებს არ უშვებდი, ოცულობდი ზედიზედა, შენ მასწავლეს სიყვარული, სამშობლოში სხვებაზე ვედა.
მენატრება ის ბავშვი და მეძახია ჩემი სოფლის მენატრება დედის თბილი ხე გულსერება მონატრებისე შორეული ანდები მოშა ძლების დარჩენილი დავიცუხრის იმბილიკით მე მინდა რომ ძალიან მოკლედ თქვა მამაოს შესახებ სიღმის მეგობრები ვართ საუბრია ერთმანეთშიც და ადამიანი რომელიც არა მარტო სიყვარულის მოძღვარია, არამედ თვითონ სიყვარული და სიყვარულს ატარებს თავისი სუბტაგულით და იმ მოწვრის უზარმაზარი მადლით, რომელსაც ქვია ალბათ ამა თამას ჩოხელი. უზარმაზარი ჯვარიობთ, არა მარტო სასულიერო პირობით, არამედ რა თქმა უნდა პოეზიით. პოეზია თავისთავად არ შეიძლება თავზე ხელაღებული ცუდი ადამიანის მიერ იქნებოდეს. ძალიან დიდი მადლობა მამაო ჩემთვის დღეს ვარ ლამაზ და თვითმფრინავის საზოგადოების წინაშე გამოსვლის საშუალება რომ მომეწონა, როცა სულ 2 წუთი მეთქვა თქვენ შესახებ, ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია. მე თქვა დაგლოცოთ მამაო ძალიან მეყვარხარ, ძალიან გაფასებ და აი ეს სიყვარული თქვენიდან დიდი ხანია და წლებია მოდის მე. პირადად ჩემთან ვისაუბროთ ჩემთან ის თქვენდამის სიყვარული და ახარება. რაც შეეხება მამაო ისეთი ლექსი მომცა ავამბერე ეს არის ღვთის მონატრება რომელიც ერთ ტელევიზიაში ჯაჯანიძესთან როვენდელის სიმღერა სახელი შეუცვალეს და მე ვეფუთხარი გადაარგეს საფრთხეარო ბალადა და საფრთხეარო ბალადა არის მამაო როგორც დაწერა ღვთის მონატრება ეს არის ეს ლექსი რომელიც ძალიან დიდი პოპულარობა დიდი პირადად ჩემთვის თქვა მაგარი სათქმელი და კარგი სათქმელი ამ სიმღერამ რომელიც კიდევ ძალიან ბევრს იტყვის ლექსები იმღერეს და იმღერებენ ადამიანებმა და მე მინდა წაგიკითხოთ ჩემი ქალიშვილის ლექსი, რომელიც ამღერებულია და რომლის მუსიკის ავტორი არის ნიკოლო ზოთანაძე, რომელსაც ახლა შეასრულა
კალაუცის ბიზნესმენი და ჩემი ქალიშვილი მათ მუსიკაზეა შექმნილი მარიამის რამოდენიმე სიმღერა ამღერებულია და ტრიალებს რადიო სივრცეში. ერთ-ერთ სიმღერას წაგიკითხავ თუ შეიძლება ასე ითქვას. შენი სურვილი მეწადა ქალავ და შენზე ფიქრმა მომცა წამალი გულს გამიჩინე ტკბილია რა აღარ ჭირდება ყველათ არავინ უბნობა ატირა ჩვენი სიმღერა სევდამ დაფალა თქობა ალალი გული ვერ დაგმოს ვერ შეგელევა დაგელოდები გავაც მარადის აღარ გამათქოს შენი ღიმილი აღარ თვალებით ცქერა გამათქოს უმი სამართლოდ ეულად ვივლი აღარ ვიფიქრებ შენზე არასდროს შენ ვერ გამიგე გულის წადილი და ამათ კი უფრო იარა მე სიყვარული მეწადა შენი ექსითმო შენი სხვა რამ კი არა ეს სიყვარული ქარმა წაიღო და ჩემმა გულმა კეტად იარა არ გსურდა ჩემი გაგიგვდარდი დავეხეტები ობლად დია მადლობა მე მინდა გითხრათ რომ მე ვთხოვ ხოლმე ადამიანებს, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, მრევლს, უცნობებსაც, რომელთაც ყავთ 2-3 შვილი, კიდევ ერთი იხოლიყვნა, ისინიც მიჯერებდნენ და ესე დაიბადა ჩემი თხოვნით 35 ბავშვი და რამოდენიმე უნდა იყოს აქა და აბა თუ შეიძლება რომ გამოვიდნენ და მიესალმოთ დანარჩენ ადამიანებს. მადლობა ბავშვს რომ ჩვენ აი ესე ჩვენ შვილებთან ერთად ეს ბავშვებიც მოგბადლა უფალ. ქვეში ჩხობას მაჭარი, წითლა წიწვის ასკები, ბროწეული იცივლის, კისე გადავაჭრი, ვიწასმელი ფოთლებს, ეფინება საბარი, შემოდგომა დადგო, იღლიჩება ატარი, მიფრინავი მერწყები, თბილი ქვეყნებით ხარეში, წერუების სიმღერა, ისმის არემარეში. ადამიანი ლექს დაწერავს თუ პროზაულ ნაწარმოებს თუ მსმენელი არ იქნა სიმღერას ამისთვის ხდება რომ აი მე რომ ლექს ვწერავ იმაზე კი არ ვფიქრობ კარგი ლექსი რომ გამოვიდეს კარგი სიმღერა რომ გამოვიდეს იმას ვფიქრობ და მე მინდა მადლობა მოუხადო ჩემთვის ძვირფას ადამიანს ლეილა არჩემაშვილს ჩემი წიგნის რედაქტორს რომელმაც მარცვალ აკინძა ეს წიგნი და ბევრი შრომა ჩადო ასევე მუშაობს ჩემი ქალიშვილის მეორე წიგნზე მადლობა მინდა მას მოახსენო მადლობა მინდა მოახსენო ლელა მასწავლებელს ჩემს ბევრსა და ჩვენთვის ძვირფას ადამიანს თვითოულ გამოსვლას თვითოულ თქვენთანაც მინდა მადლობა უთხრა ჩემი 5 იავნანის ამღერებელს და თუ არ ვჩვდეს ჩემს მეგობარს და ჩემთვის ძვირფას ადამიანს რომელმაც გაამშვენიერა ჩემი ლექსები და მსმენელის გულამდე სიმღერად მიიტანა. მინდა გითხრათ მადლობა თითოეულ თქვენთანაც მობრძანებისთვის და კეთილი სურვილები დამდეგ შობა ახალი წელი მოგილოცოთ. ჩვენ ძნელ დროში ცხოვრობთ და თითქოს ადამიანები გადავეჩვიეთ საჩუქარს, ჩუქებასაც და გაჩუქებასაც გადავეჩვიეთ და თქვენ რომ მოგბრძანდით ეს ჩემთვის საჩუქარია და მე მინდა რომ დაგასაჩუქროთ თქვენ რომ თლათ არ გადავეჩვიოთ საჩუქრებს. მე მოგიტანეთ ჩემი იავნანები და ჩემი და დათოს ამღერებული იავნა რომელშიც 3 იავნანა შესული და ასევე ამღერდა მეოთხე ფერმზინაზემ იავნა და ასევე ღვთისმშობლის იავნანაზე შეიქმნა 2 საგალობელი ერთი დათომ შექმნა ჯერ არ დასრულებული ეს კომპოზიცია და ერთი მამა მათე უბისის მონასტრის წინამძღვარმა რომელმაც შექმნა საგალობელი და მალე ჩაიწერება სტუდიაში ეს საგალობელი და მე აი მოგიტანეთ საჩუქრად წიგნები და დისკები ვისაც როგორ შეხვდება დიდი მადლობა მოგზაურებისთვის ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე სიხარული ყველას ისურვებთ